საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას განაგრძობს ტელეკომპანია რიონის საინფორმაციო სამსახური დღის მთავარი გამოშვებით. სტუდიაში ლაშა გაგუშვიძე და ნატალია ჭეიშვილი მუშაობს. საღამოშვიდობის დღეს თქვენ პროგრამაში ნახავთ. საპროტესტო აქციები თბილისსა და ქუთაისში ემზარკვიციანის ახლობლები განაჩენს აპროტესტებენ. დეტალები დღის ამბებში. სოლიდარობას უცხადოთ ბატონ ემზარკვიციანის. ჩვენს გმირ ვაჟკაცს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საქმიანობის სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა. დაიგეთ რამდენიმე წუთში. წინასაწყისში, კატაზეში, ზესტაფონში და აქ მდგომარეობა იყო აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული. აქცია პერფორმანსი ძველი ციხის შენობაში, ნახეთ დღის ამბების დასკვნის ნაწილში. მინდა ვთქვათ, რომ რაც ნაკლებად არის ადამიანის საზოგადოება თუ სახელმწიფო ჩაკეტილი, მის უფრო მეტი შესაძლებლობა განვითარების. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა თბილისის შემდეგ მორიგი საპროტესტო აქცია ემზარკვიციანის ნაცეცხლებმა ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართეს. რა მოთხოვნები აქვს ამ ნახულობებს დეტალები ჩვენ სიუჟეტში. პარლამენტის შენობის წინ ემზარკვიციანის ახლობლებმა და კოდორის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კვიციანისათვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. კოდორში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს 17 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სამხედრო ამბოხებით მცდელობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. სასამართლომ კვიციანი ორი ბრალდებით იარაღის უკანონო შენახვისა და ამბოხების მცდელობისათვის გაასამართლა. ახლობლები მოსამართლის გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. სოლიდარობას უცხადოთ ბატონ ემზარკვიციანის. ჩვენს გმირ ვაჟკაცს. ის არის მეომარი, სულით და პატრიოტი არის ქართველი ერის. და ჩვენ თვითონ ემზარკვიციანს 12 წელი თუ მიუსაჯოს, ჩვენს მეომრები ვართ. ის 12 წელი ჩვენ დავიცალეთ. ჩვენი სისხლით და ჩვენი იმით არის მოხსენილი კოდორის ხეობა და 3 წელიწადში შემოვიდნენ ის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები და საჩუქრად მიაქცეს კონჩაზე ჩვენს პრესს, როგორც იცით. ჩვენც მოგვისაჯონ 12 წელი თუ ასე არის. რატო ემზარკვიციანს უსამართლოდ არის ეს კაცი 12 წლიანი სასჯელი მაგისთვის არის უსამართლობა, იმიტომ რომ ჩვენ წარმოდგენაში, ჩვენ აფხაზეთიდან ვართ უმრავლესობა, ვიცით ემზარკვიციანმა როგორი შემართებით ქვეყნის სიყვარულით იცავდა ამდენი წელიწადი კოდორის ხეობა დალის ხეობას იცავდა, იყო იქ ყველაფერი ნორმალურად და რის გულისთვის გაასამართლეს ეს კაცი ჩვენთვის ძალიან უცნობი არის და ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებოდით ამ მთავრობისგან რომ სამართალი იზეიმებდა, მაგრამ ამ მთავრობამაც მე ასე ვფიქრობ, რომ გააგრძელა ყველაფერი ის არასამართლიანობა, რასაც აკეთებდა ის ხელისუფლება. კვიციანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ. მათი თქმით, მოსამართლემ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის საქმის მასალები ობიექტურად უნდა შეისწავლოს და გამოტანილი განაჩენი გადაიხედოს. ქუთაისში პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კვიციანის დაჭერით კოდორის ხეობა დაუცველი დარჩა. ემზარკვიციანს ნახდათ პატიმრობა არ ეკუთვნის. იმიტომ რომ ყოველთვის იცავდა თავის ერთს, თავის კუთხეს და საქართველოს მთლიანად. არაფრის არ გვეშინოდა მაგის ხელში ნახდათ. არაფრის. ისეთი ვაჟკაცი იყო. ბომბავდნენ, მაინც იმდენი საემედო ბავშვი იყო, ბიჭი იყო, რომ არ გვეშინოდა რაღაცანაირად. ჰელვა რომ მიდიოდა, ბომბები რომ მიდიოდა, მაინც ვეთყოდი შვილებს, ჩემი შვილებიც იმათთან იყო და ომობდა, წინა ხაზზე იდგა და მე არ მეშინოდა, ვილოცებოდი, მაგრამ იმედი მქონდა, ისეთი საიმედო ბიჭი იყო. იქ დასულები ვიყავით, სანამ ვიყავით ერთად. და ყოველ შემთხვევაში ის ხეობა და დაკარგულიყო მაშინაც სოხუმი დაიკარგა, რომ არა იმის მეთაურობა და ჩვენი თანადგომა ის ხეობა ამდენხანს არ შენარჩუნდებოდა და ჩვენ ფიქრობდით, რომ სოხუმს დავიბრუნებდით იმ ხეობიდან და ლიდერის უფრო სწრაფ დასაჩუქრებას და უფრო პრესტიჟულად წარმოჩინებას ფიქრობდით და არანაირად დროს ეხეში მოხდებოდა. მსგავსი აქცია უკვე გაიმართა თბილისში პარლამენტის შენობის წინ, როგორც კვიციანის ახლობლები აცხადებენ, თუ კი სამართლიანობა არ აღდგება შეჩერებას არაპირებენ და პერმანენტულ აქციებს, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ.
ქუთაისში ტაქსის მსხვლის მკვლელობის საქმე გაიხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული მოქალაქე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ქუთაისში ჭახათის დასახლებაში ურთიერთლაპარაკებისას ტაქსის მსხლს ბლაგვის საგნის სხეულზე სხვადასხვა საკრიხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიემალა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დავაკავეთ ერთი პირი, რომელმაც ურთიერთლაპარაკებისას ტაქსის სხეულს ბლაგვის საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და მიემალა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქუთაისში დავაკავეთ. გამოძიება განზრახ-მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სათნოების სახის კათარზისის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შესრულებული სამუშაოებისათვის საჭირო თანხა კომპანია სოკარ ჯორჯია გაზმა გამოყო. თანამედროვე სტანდარტებისა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და სოკარ ჯორჯია გაზის გენერალურმა დირექტორმა აზერ მამიდოვმა გახსნეს. ამჟამად კათარზისის დაფინანსებაზე სოკარ ჯორჯია გაზის ზრუნავს. ორგანიზაციასთან კომპანია უკვე 3 წელია თანამშრომლობს და მისი უშუალო დაფინანსებით 120 ადამიანი ყოველდღიურად იკვებება. გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაცია ზრუნველობა მოკლებული ადამიანების სამედიცინო მომსახურებაზეც ზრუნავს. მათთვის განსაზღვრულია უფასო მედიკამენტებით, მოხუცები ადგილზე იღებენ პენსიას და სოციალურ შემწეობას. კათარზისი, როგორც ზრუნველობა მოკლებულ ადამიანთა დაწესებულება, ზესტაფონში 11 წლის წინ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ორგანიზაციაში 30 ადამიანი იყო გაწევრიანებული და ის გაეროს ფონდიდან ფინანსდებოდა. წლის დასაწყისში კატარზისში ზესტაფონში და აქ მდგომარეობა იყო აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული იმ მდგომარეობიდან, რასაც ამჟამად ხედავთ. გაკეთდა რემონტი, დახარჯული არის 80,000 ლარი, ეს არის სოკარ ჯორჯიას მიერ გაკეთებული პროექტი, 3 წელია უკვე პატრონაჟს უწევს დაწესებულებას და ყოველდღიურად 10,000 ლარის ოდენობით დახმარებას ურიცხავს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას ამისათვის. დღეს კათარზისის გახსნას ვესწრებოდით ჩვენი კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი აქტიურად ვეხმარებით მოხუცებს და უკვე 3 წელია თანამშრომლობთ ამ ორგანიზაციასთან. აქ შექმნილია ყველა პირობა, რათა ადამიანებს კვებისა და დასვენების პრობლემა მოეხსნათ. სოკარ ჯორჯია გაზი იმ სოციალურ პასუხისმგებლობას იზიარებს, რაც ყველა კომპანიას აკისრია ზოგადად საზოგადოების წინაშე. ეს შენობა ჩვენ სასარგებლოდ გაკეთდა. ნამდვილად გვემსახურება კარგად. ნამდვილად არის ძალიან კარგი სისუფთავე. გვეხმარება ყველანაირად. კერძები უმაღლესი, სისუფთავე შეხედავთ უმაღლესი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უბნის მაჟორიტართან ერთად 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხალხთან ერთად დაგეგმვას განაგრძობენ. ფაკის უბნის მაჟორიტარი ამჯერად ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრებამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა და ის პრობლემები მოისმინა, რაც მოსახლეობას აწუხებს. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 53 მილიონზე მეტი ლარია საკრებულოში უკვე შევიდა. 2015 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე წელთან შედარებით 1 მილიონით გაიზარდა. მაქსიმალურად ზრუნავს კონდონატის ბიუჯეტი დაპროექტებული იყოს ხალხის აზრით და თვალისწინებით, ხალხის გამოქალაქეობის და მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მისაღებია. შევხვდით ჩვენ ახლა სულხან-საბას და ვაკის უბნის მოსახლეობას, ჩავენიშნეთ ის პრიორიტეტები და ახლობით ვიცოდით, რომ ძირითადად მაინც ზღვასადენებზე არის საუბარი, მისასვლელებზე არის საუბარი და ის საბინაოს პროექტებზე, რაც თანადაფინანსების ხორციელდება. არის საკითხები, რომელიც რეაგირებას საჭიროებს და იმ წუთში ვეხდება ამ პრობლემების გადაწყვეტა და არის საკითხები, რომელიც გათვალისწინებას 2015 წლის ბიუჯეტში იქნება შესაძლებელი. ფაქტიურად ეს არის ის თემები, რომელიც ყველაზე აქტუალური არის ამ წუთში მოსახლეობისთვის და ჩვენს კონკრეტულად საბინაო სამსახურს ძალიან გვეხმარება მომავალი წლის დასამატებელი ახალი პროგრამების შემუშავებაში. ნამდვილად დასმული იყო ეს საკითხები, ყველაფერს ახორციელებენ, შეძლების საგვარად, ახალი წლიდან გვერდებიან უფრო მეტ რაც პრობლემები აწუხებს მოსახლეობას და გვიდგას ჩვენი მთავრობა, მერია და დიდი მადლობა ყველას.
ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთიან პოზიციას ვერ წარუდგენს. ამის შესახებ ვახტანგ ხმალოძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. ამ დროისათვის პარლამენტში რეგისტრირებულია მხოლოდ ბესელია ფოფხაძეს თესიაშვილის კანონპროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. აქედან ერთი გასაღები რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. რიგით მეორე კანონპროექტი დეპუტატ ვახტანგ ხმალოძეს ეკუთვნის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისათვის გადაცემას თავაზობს. რაც შეეხება არასამთავროს კანონპროექტს, ის ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს, რომელთაგან ერთი გასაღები სასამართლოს ექნება, ხოლო მეორე მობილურ კომპანიებს. პარლამენტში კანონპროექტების წარდგენისვა და 20 ნოემბერს იწურება, 24 ნოემბერს კი საკანონმდებლო ინიციატივები ბიუროს წარედგინება და მომავალ კვირას განსახილველად საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და სესიაზე გავა. პარლამენტმა კანონი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. იყო მსჯელობა სამივე პროექტზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში, პოზიციების გამოხატვის რეჟიმში. რეზუმეს სახით შემიძლია გითხრათ, რომ რომელიმე ერთ პროექტზე შეთანხმება არ გამოსცადა, არ იქნა მიღწეული შეთანხმება, დარჩნენ ინიციატორები თავთავის პოზიციებზე, თუმცა იყო გამოთქმული მეტნაკლებად მხარდაჭერა სხვა პროექტისაც. მე ახლა უბრალოდ არ მინდა დავაზუსტო, ვინ რას დაუჭირა მხარი, თავად თვითონ იტყვიან ამას და შეიქმნა ესეთი ვითარება, რომ სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ვერ წარუდგენს რაიმე ერთიან შეთანხმებულ პოზიციას. ამასთან ერთი პროექტი დღეს უკვე ინიცირებული არის საკანონმდებლო ინიციატივის წესით, ეს ბესელიას თესიაშვილი ფოფხაძის პროექტი. მე ვგეგმა ჩემი პროექტის შეტანას, ოფიციალურ წარდგენას ხვალ, რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტს, აქ თუ პარლამენტის რომელიმე წევრმა არ აიღო თავის თავზე ისე წარდგენის პასუხისმგებლობა, მაშინ ეს მესამე პროექტი ამ სახით და ამჟამად ვერ იქნება განხილული, ის წარმოდგენილი არის საკანონმდებლო წინადადების სახით და ალბათ სულ მოკლე ხანში კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე. ამ ეტაპზე შევჯერდით იმაზე, რომ ჩვენ ვრჩებით ყველანი იმ პოზიციაზე, რაც ჰქონდა, თუმცა გამოიკვეთა რამოდენიმე პრინციპული საკითხი, იმასთან და უმრავლესობა უჭერს ხარს იმას, რომ წვდომა, გასაღები არ უნდა ქონდეს შესუსტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ ის ვერსია, რაც ქალბატონმა ეკაბესელიამ წარმოადგინა, მეტწილად არ იყო გაზიარებული, უფრო მეტად იხრება პოზიციები იმ ვერსიაზე, რაც ბატონმა ვახტანგ ხმალოძემ წარმოადგინა, თუმცა ეს საკითხი არის ძალიან ახალი და ჩვენ არ გვინახავს ის კანონპროექტის სახით, არსებობს გარკვეული რისკები ამასთან დაკავშირებითაც და დაველოდებით ხვალ ალბათ უკვე კანონპროექტად ქცეულ ვერსიას, რომელზეც გვექნება უფრო ჩამოყალიბებული პოზიციები. ამის აუცილებლობას აინახავენ თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენ გადავართ მათი წინადადება საკანონმდებლო ინიციატივას ვაქციოთ. ზოგადად ჩვენთვის მისაღებია ის მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეუზღუდავი წვდომის გამოღებას მოსმენებთან მიმართებაში. ყველა ესეთი ვარიანტი, რა თქმა უნდა, შეიძლება განხილვის საგანი იყოს. თუ ჩვენ გვინდა რომ რეალურად გადავწყვეტოთ პრობლემა, რაც დგას საზოგადოებაში გაშენილ შიშებთან დაკავშირებით მოსმენებთან მიმართებაში, აუცილებელია რომ ეს საკითხი ერთადერთ ამუდამოდ ჩამოცივდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. რა მოდელზე შეთანხმდება პარლამენტის ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ თვითონ ამ უწყების თავრობის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ზედმეტად ხისკია და ამიტომ სავარაუდოდ გაძნელდება რაიმე ცვლილების მიღება ამ საკითხთან მიმართებით. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ექს-მაღალჩინოსნების ადვოკატები პოზიციას არცვლიან და პროკურატურას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93 მუხლზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც საქმის გრიფირების მიუხედავად მასალების ქსერო ასლები დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს. ანალოგიურ კომენტარს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლის წარმომადგენლები.
მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავარ პროკურატურას. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ისაუბროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე დაყრდნობით და ნუ ჭორაობენ და ნუ შეყავთ საზოგადოება სიცრუეში. მე მათ მინდა შევახსენო. არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასეთი მუხლი, რომელიც არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 93 მუხლი, რომელიც პროკურატურას პირდაპირ იმპერატიულად ავალდებულებს, რომ უნდა გადმოგვცენ მტკიცებულებები. ხოლო ის მასკარადი გუში, რაც პროკურატურა მოაწყო, მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურა შესულია სამართლებრივ ჩიხში, მათ გამოსავალი არ აქვს ამ შემთხვევაში, ვინაიდან ყველა მტკიცებულებას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. დღეის მდგომარეობით, რაც პროკურატურას მოპოვებული აქვს, არის დაუშვებელი მტკიცებულება. ადეს გრიფი საიდუმლო რა იმ დოკუმენტებს, რაც უკვე მოხდა როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალა და რა დოკუმენტებით დაედო საფუძვლად ტიპის ბრალდებას. ეს თუ გახდა უკვე ეს საქმეში სისხლის სამართლის საქმეში მოხდა ეს დოკუმენტები ამ დოკუმენტებზე 100% თუ ვრცელდება უკვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული რეგულირება 93 მუხლით სასახად არის რეგულირებული რომ პროკურორი ვალდებულია გადასცეს ადვოკატს საქმის მასალის ქსეროასლები წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მასალები მიიჩნევა დაუშვებელ მტკიცებულებად მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა ამ თემაზე კომენტარის სახსნადის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით აღწერილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 95%, რადგან გარკვეული შეფერხებების გამო ვერ მოხერხდა მოსახლეობის სრულად აღწერა. დარჩენილი მოსახლეობის რიცხოვნობის დახლა კი დეკემბრის ბოლომდე მოხდება. 2015 წლის აპრილში აღწერის პირველადი შედეგები უკვე ცნობილი გახდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც არ იყო გამოპასუხება, არის სახლები, რომელიც იყო დაწესებული, როგორც აღწერებმა ვერ შეახცეს, იმიტომ რომ რამდენიმე მისთვის მიუხედავად არ დახვდნენ ოჯახის წევრები მათ სახლში. ნაწილი აღწერების ჩვენ გაუგზავნეთ მათ ხელშეკრულება, ვინაიდან ამ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად იარონ და ის ინფორმაციები, რომელიც არსებობს, რომელსაც ვერ მოხდა ინტერვიუს აღება, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ ხელახლა მივავალთ ამ ოჯახებში, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია. პროგრამას სოციალისტების განაგრძო. ფრანგი ისლამისტები თანამემამულე მუსლიმებს საფრანგეთში ტერორის დაწყებისკენ მოუწოდებენ. სოციალურ ქსელებში ისლამური სახელმწიფოს წევრების ახალი სამხედრო პროპაგანდისტული ვიდეო გამოჩნდა. ვიდეო მიმართვაში ჯიჰადისტები მუსლიმებს სირიაში ჩასვლისა და საფრანგეთის ქუჩებში თავდასხმების დაწყებისკენ მოუწოდებენ. საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით სირიასა და ერაყში 10,000-მდე ფრანგი ისლამისტი იმყოფება. დონბასში ეუთოს დამკვირვებლების სპეციალური მისიის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს შეერაღებული თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით ქალაქ დონეცკიდან 15 კილომეტრში ორმა პირმა საავტომობილო კოლონის მიმართულებით ისროლა. მეორე შემთხვევა ქალაქ დებალცევოს რაიონში მოხდა, სადაც ორგანიზაციის წევრების ახლოს გამაფრთხილებელი გასროლის ხმა გაისმა. ინციდენტის შედეგად ეუთოს არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით მისიამ ტერიტორია უკვე დატოვა. ესპანეთის პროკურატურა კატალონიის პრემიერ-მინისტრ არტურ მასის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრას გეგმას. საქმე ეხება 9 ნოემბერს ჩატარებულ არაოფიციალურ რეფერენდუმს, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია. პროკურატურა არტურ მასის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რეფერენდუმის გაუქმების შესახებ დადგენილების დარღვევაში ადანაშაულებს. რეკორდულ თითოეულობას შეერთებულ შტატებში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის 50-ივე შტატში ტემპერატურა 0 ქვემოთ დაეცა. ქალაქ ბუფალოში თეთრი თოვლის საფარი 193 სანტიმეტრს აღწევს. უამბიდობის გამო მრავალი მცხოვრები საკუთარ სახლებში იზოლირებული. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ქვეყნის რამდენიმე შტატში ფუნქციონირება შეწყვეტა რკინიგზა. ქარბუქის გამო დახურულია აეროპორტები. უამბიდობასთან ერთად ძლიერი ქარი და ყინვა, რაც მრავალი ავარიის მიზეზი გახდა. ნიუ-იორკის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული არმიის მობილიზაცია უზრუნველყო. სამხედროები მოსახლეობა გზების გაწმენდასა და თოვლში ჩარჩენილი ავტომობილებიდან მგზავრების გამოყვანას ეხმარებიან. სინოპტიკოსების განცხადებით, უამბიდობა ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. პროგრამას ადგილობრივი ინფორმაციის განმავლობაში. ქუთაისის ძველი ციხისკარი დღეიდან 10 დღის განმავლობაში იღება. საჟეო აღსრულების ყოფილ დაწესებულებაში გამოფენა გაიხსნა. ისტორიულ კედლებში აქცია პერფორმანსის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს 30 ნოემბრამდე ექნება. ციხის ყოფილი შენობა დღეს ამბების ჟურნალისტმა როენა კახიძემაც დაათვალიერა ჩვენ სიუჟეტში. გუბერსკი ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში ამ სახელწოდების გამოფენა დღეს ქუთაისის გუბერნიის ყოფილი ციხის შენობაში გაიხსნა.
პროექტი ქართულ-გერმანული საზოგადოების ინიციატივით სასჯელ აღსრულების სამინისტროსა და ქუთაისის მერიის ხარდაჭერით ხორციელდება. ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში გვეუბნება თუ რატომ მაინდა-მაინც ციხეში ჩვენ ავიღეთ ციხე როგორც მეტაფორა ზოგადად ჩაკეტილი სისტემისა, ჩაკეტილი აზროვნების, ჩაკეტილი დამოკიდებულებისა. ჩვენ ამით გვინდა ვთქვათ, რომ რაც ნაკლებად არის ადამიანი თუ საზოგადოება თუ სახელმწიფო ჩაკეტილი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა განვითარების და როგორც რო შეძლოს როგორც ქვეყანა, როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება. ციხე, მისი კედლები, ეს მიწა, არ ვიცი, ფანჯრები, ყველაფერი ინახავს გარკვეულ ისტორიას იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ აქ ამ კედლებში, მათი ბედი რა თქმა უნდა განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან, მაგრამ ის რომ ეს ისტორია გარკვეულწილად არის ჩვენი საერთო ისტორიის ნაწილი, ალბათ აი ამ აქცია პერფორმანსით გარკვეულწილად მტკიცდება. საკნებსა და დარბაზებში ქართველი და უცხოელი მხატვრების თვალით დანახული ჩაკეტილი სივრცეა ნაჩვენები. ერთ-ერთი საინტერესო გამოფენის ავტორი 35 წლის წინ ამ ციხეში თავად იჯდა. 35 წლის წინ ვიჯექი ამ ციხეში და იმიტომაც მინდა რომ შეიძლება ყველა ისე განსაზღვროთ, როგორც ნადირალა, როგორც ის ხალხიც არის და მათ შორის საკმარისად ბლომად უდანაშაულო ხალხი. ამიტომ არ შეიძლება ყველა ერთი ცოცხით ვცოცხლოთ. მე მაგალითად შევძელი ეს. არა მარტო ჩემთვის, საქართველოსთვის, ის მუზეუმი, ვარ მხატვარი, ვარ ჟურნალისტი, წერ. კარს, რომელიც ამ სივრცის მთავარი ატრიბუტია, მხატვარმა ანდრეი ზვერევმა გადაწყვიტა, რომ უმკურნალოს. ამ შემთხვევაში ჩავთვალე, რომ სიმბოლურად ამეღო კარები. თვითონ კარები მნიშვნელობა, თვითონ კარების რომელიც იღება და რომელიც იკედება თავისთავად. და შევეცადე რომ კარებში აი მათი ვიზუალური მხარე კი არა, მათი მისი შინაგანი აზრი გადმომეცა, შინაგანი მისი ტკივილი, გარემო რომელმაც დავუშვათ რამოდენიმე არტიკულების ხანძზე ბევრი რამეა ნანახი და ამიტომ თვითონ შინაგანად კარებით რაღაც მონაწილე არის ამ ძალიან პროცესისაც, ასლიანი პროცესია რაც წარდებოდა ამ ციხეში. და ისიც დაჭერილია რაღაც მისი შინაგანი მდგომარეობა არის ასეთ მდგომარეობაში და მე ვცდილობ რომ ის რეაბილიტაცია განიაროს ან რაღაცა ჩემი არტისტული აზრით მას მისცე რაღაც უმკურნალო ასე რომ ვთქვა. ყოფილი ციხის კედლებში გამოფენა პერფორმანსი 30 ნოემბრამდე გასტანს. აქ ციხე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფუნქციონირებდა და 2005 წელს დაიკეტა. საქველმოქმედო აქცია და კეთილი ადამიანების იმედზე დარჩენილი მარტოხელა მოხუცი. ვაგონში გატარებული სიცოცხლის წლები და გაუსაზრისი მდგომარეობა 87 წლის მარტოხელა მოხუცს ქუთაისის უნივერსიტეტი დაეხმარა. მსგავს საქველმოქმედო აქციებს უნივერსიტეტი ხშირად ახორციელებს. ქუთაისის უნივერსიტეტის მორიგი საქველმოქმედო აქცია. ამჯერად სტუდენტები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის მარტოხელა სოციალურად დაუცველ მოხუცს დაეხმარნენ. ახალგაზრდებმა ჟენია ჯიშკარიან საკვები, პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და ფული გადასცეს. როგორც კი ბავშვებმა აი ამ მოხუცის ამბავი გაიგეს, თვითონ თავიანთი ინიციატივით, თავიანთი სურვილით გადაწყვიტეს, რომ შეეგროვებინათ რაღაც მიზერული თანხა და მოენახულებინათ მოხუცი, შეიძინეს აუცილებელი საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, პროდუქტები და მოვიდნენ დღეს, რომ 1 საათი მაინც აჩუქონ აი ამ მოხუცებულს სიხარული და ბედნიერება. Მიშთა სურვილი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს რომ ამოსულიყავით და რაც შეგვეძლო მცირედით დავხმარებოდით და მე მიმართა ჩვენ თანატოლებს რომ ვისაც შეუძლია ესეთი ადამიანის ცხოვრება ოდნავ მცირედით გაალამაზოს, ყველას მიმართავ რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს ასეთი ადამიანებისათვის. მოხუცები დაიყვნენ დაფასებული და დაგვიდეს მათ დახმარება რაც შეიძლება ხშირად. ჩვენ დღეს კი მე მგონი მოვახერხეთ მისი გამხიარულება და ერთი დღით მისი გულის გახარება. 87 წლის ჟენია ჯიშკარიან სახლი არ აქვს. იგი წლებია ვაგონში გაუსაზრის პირობებში ცხოვრობს. მას მეუღლე და 4 შვილი გარდაცვლილი ჰყავს. მარტოხელა მოხუცი კეთილი ადამიანების იმედზეა. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ ქალბატონმა ჟენია მადლიერება გამოხატა და ახალგაზრდების ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ჩემი მოკითხვისათვის ღმერთმა გაგახაროსყენ. ღმერთმა გაგაძლიეროსყენ და კარგად გამყოფოსყენ და გესწავლოსყენ და
კარგად ყოფილიყოს თქვენ ოჯახებში. დიდი მადლობელი ვარ პატივი ჩემისგან რომ მომნახეთ და რაც მეცით პატივი დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ მე რაფერი გარაჟი ხარ. ქუთაისის უნივერსიტეტის საქველმოქმედო აქციებს სტუდენტებთან ერთად პერმანენტულად აწყობს უახლოეს მომავალში ხანდასმის და პანსიონში სტუმრობა იგეგმება. ქალთა მიმართ ძალადობა და მისი აღმოფხვრის ტენდენციები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დისკუსია გაიმართა, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგენს თავიანთი ხედვები, თუ რა არის მაპროვოცირებელი ქალთა მიმართ ძალადობისა და ასევე ისაუბრეს იმ ტენდენციებზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვას შეუწყობს ხელს. რა სტატისტიკური მონაცემები არის ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა არის პრობლემის მიზეზი, რაში უნდა ვეზადოთ პრობლემის მიზეზი და რა არის პრობლემის გადაჭრის გზები. რომ ხალხი აუცილებლად უნდა იყოს ამ პროცესის გადაჭრაში ჩართული, აგრეთვე აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საზოგადოების ცოდნის ამაღლების დონეს ემსახურება ჩვენი დისკუსია ამჟამად. სტუდენტები აუცილებლად გაისმენდნენ ჩვენ მიწოდებული ინფორმაციას და გამოთქვამენ თავიანთ აზრს. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ პერიოდში ხალხის ჩართულობა ამ პროცესში, რადგან უფრო გაიგო საზოგადოებამ ეს პრობლემა თუ რამდენად გადის ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად უნდა გააკეთონ ყველა თავის შესაძლებლობის, რომ აღკვეთილი იქნას ეს პრობლემა საქართველოში. ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს პროექტის ფარგლებში ახალგაზრდულ ცენტრში დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. უცხო ქვეყნებში არსებული საფრთხეები და ტრაფიკინგისგან თავის არიდება იყო ფილმის მთავარი თემა დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ორგანიზებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი შეიცავდა ინფორმაციას თუ რა უნდა იცოდეს თურქეთსა და საბერძნეთში წასვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ. რა საფრთხეები არსებობს უცხო ქვეყნებში და რა უნდა გააკეთონ ქალბატონებმა ტრაფიკინგის საფრთხისაგან თავის ასარიდებლად. აღნიშნულ პროექტს ყავს 50 ბენეფიციარი სოფელი. ივლისის თვეში ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია „ქალი და მიგრაცია“, რომლის ფარგლებში სოფლის ზონაზე ტარდებოდა ტრენინგები, რა უნდა იცოდეს საბერძნეთში და თურქეთში წასვლის მსურველმა. ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანია არალეგალური მიგრაციის შესახებ, საფრთხეების შესახებ, ბენეფიციარებისათვის ცნობა და ლეგალური მიგრაციის, კარგად მართული ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა. ყურადღებით ნახე და მოვისმინე ფილმი. ფილმი შეეხებოდა მიგრაციის საკითხებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ზოგადად და მეც უმეტეს ისეთი ქვეყნისათვის, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანს უწევს წასვლა საზღვარგარეთ, ამიტომ აუცილებელია ჰქონდეს გარკვეული ინფორმაცია მიგრაციის შესახებ, რომ შემდეგ თავიდან აიცნოს პრობლემები. ფილმის სახელწოდებით პირველი ნაბიჯის სახელმძღვანელო პროექტის ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს ფარგლებში აჩვენეს, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ეს ჩატარდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ მიგრაციასთან დაკავშირებით, იმ წესებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში საზღვარგარეთ გამგზავრების დასაქმების შესახებ. ასევე ვნახეთ ვიდეო, სადაც გადმოცემულია ძალიან საინტერესო ინფორმაცია რიგ ქვეყნებთან დაკავშირებით. ჩვენ როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის მივესალმებით ინფორმაციის გავრცელებას არალეგალური მიგრაციის საფრთხეებთან დაკავშირებით. ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია მოეწყო, სადაც დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს მიგრაციის თემასთან დაკავშირებული რჩევები გაუზიარა. პროექტი საქართველოს 5 რეგიონში ხორციელდება. სამეცნიერო უნივერსალურ ბიბლიოთეკაში 80-იან წლებში ქუთაისში დაფუძნებული ლიტერატურული სალონის ისრიმის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი დამფუძნებლის მაია მარუაშვილის რიგით მეექვსე წიგნის პრეზენტაცია შედგა. 30 წლის წინ დაარსებული სალონის წევრები დღეს ისევ შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმები დასახეს, ისინი ისრიმის გააქტიურებას გეგმავენ. მეექვსე წიგნი არის ეს ჩემი, რომელიც გამოვიდა მერის თანადგომით, ბატონი მერის თანადგომით და ამასთან ერთად არის ჩვენი სალონის ისრიმის შეხვედრა განახლება შეიძლება ითქვას, რომელიც 80-იან წლებში ჩამოყალიბდა. ითხოვდით ჩემი მოძიეთ 30 წლის შემდეგ ჩვენ კიდე ერთხელ ხვდებით ერთმანეთს, გავეცნობით შემოქმედებას ადამიანების და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ქალბატონ მაია მარუაშვილის ლექციის კრებულის პრეზენტაცია გახლავთ
მეუღლეს მაიკლს სიხარულს ფისკალობდა ბედნიერება შემოქმედებით ისვას რომელიც მათ უხვაძა მინიჭებული ყოველთვის ყოდა მაგათთან ურთიერთობა და ძალიან ნიჭიერი და კაი თაობა მოვიდა მაშინ და ამ კლუბმა თავისი და ამ სალონმა თავი გაამართლა და მიმაჩნია რომ ესეთი სალონები დღესაც რო იყოს ძალიან კარგი იქნება ახალგაზრდობისათვის. აგრიკულტურის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები იღებენ ვალდებულებას გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა სასწავლო სამეცნიერო პროცესში ევროპულ სტანდარტებს მიაღწიონ. მემორანდუმის თანახმად ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევები ბიოლოგიაში, ფიზიოლოგიასა და ბიოქიმიაში ჩატარდება. აგრიკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალპროფილური უნივერსიტეტი საქართველოში ყოველთვის ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით გამოძებნოს ახალი პარტნიორები, რათა მათთან თანამშრომლობის მიაღწიოს უფრო კეთილ ხარისხს, როგორც სწავლების, ისე კვლევის მიმართულებით. ამჟამად ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ვაფორებთ თანამშრომლობის მემორანდუმს და ამ თანამშრომლობის ეს თანამშრომლობა დაწყებული თანამშრომლობა სასარგებლო იქნება ჩვენი ძირითადად ზუსტასაუბრების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორისა და სტუდენტებისათვის და სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორისა და სტუდენტებისათვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ის მეცნიერული თანამშრომლობა, რომელიც უკვე იყო ქუთაისის აკადემიის უნივერსიტეტის და ჩვენ შორის, დღესდღეობებს ოფიციალურ ხასიათს ფორმდება მემორანდუმი, რომლის საფუძველზე მოხდება მთელი რიგი სამეცნიერო და სამეცნიერო სასწავლო პროექტების შექმნა, გაძლიერება, ურთიერთგაძლიერება როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო კომპონენტების და მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი ინტეგრაცია ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის და ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომელთა კვალიფიკაციების ამაღლება იმ ლევით ინსტიტუტი არის ასეთი ისე იმათ მაინც ძირითადი ბაზა აქვს ყველა აპარატურა, კვლევის თანამედროვე მეთოდებით. ამიტომ მემორანდუმის მიხედვით შეიძლება ჩვენი ბაკალავრები, მაგისტრები, ბიოლოგიის მაგისტრები, ბიოლოგიის ბაკალავრები, დოქტორანტები, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაცია ემოღლო გააკეთონ კვლევითი თემები, ერთობლივად იმუშავონ. პროგრამის ბოლოს საკუთრული დელიცის სამუდის პროგრამა. ამ დროისათვის სულ ეს იყო ჩვენ ხვალხის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ნახვამდის. ცეცხები მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებისთვის ნებისმიერი მიზნობრიობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.95%-დან $10,000-მდე ცეცხები გაიცემა გირაოს გარეშე. ფინკა ბანკი, იქ სადაც გჭირდებათ. დებიტი თანამედროვე ეფექტური და უსაფრთხო სიცხის დამტვრის საშუალება. მიღებისგან გაეცანით ინსტრუქციას გვერდით მოვლენებზე დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს. საშრობი მანქანა, ვაგნერი, ხეში 35 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი.
სიახლე რიკო კრედიტში. სალომბარდო სესხები 1.5%, ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი. ცენტროვიტი ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა ვიტამინისა და მინერალის სრულყოფილი კომპლექსი. ცენტროვიტი უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთელობას და მყარ იმუნიტეტს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ